ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გრძელდება. ეს ამაღლობელის პირველი სხდომაა, რომელსაც მედია ქართული ოცნების მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების გამო პროცესის გადაღებას ვერ ახერხებს. მედია მენეჯერს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაცვის მხარის მტკიცებულებების კვლევის ეტაპზეა გადასული. დღევანდელ პროცესზე მოწმის სტატუსით ბათუმელების რედაქტორი ეთერ თურაძე დაიკითხა. თავდაპირველად თურაძემ მზია ამაღლობელის და მისი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამაღლობელის მიერ განხორციელებული პროექტებით არაერთი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. ბევრი სიყალბეც აქვს საერთში მზიასთან შეერთებული. არის რომელიც მოძალადე პოლიციელებს არ აძლევს საშუალებას, პოლიციელების გარდა იმისა, რომ პოლიციელები არიან თვითონ ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, ლობირებენ თავის საქმიანობას, თავის უნიფორმებით ან ბიზნესს ამას ამხელს და ეს ამის დაჩერება აქვს განზრახული, ამის დაბუნება აქვს განზრახული, სიტყვის თავისუფლების განადგურება აქვს განზრახული და მზია ამაღლობელი არის ადამიანი, რომელიც ამას უძლებს, რომელიც არ ნებდება და რომელიც გვამხნევს იქნება. დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა წარადგინა ვიდეო მტკიცებულება, სადაც ჩანს თუ როგორ შეხავს აჭარის პოლიციის მაშინდელ უფროს გრიგოლ ბესელიას მის მიერ დაკავებული მზია ამაღლობელი პოლიციის შენობაში. კადრში ჩანს კიდევ ერთი პოლიციელი გოჩა ვანაძე, რომელიც ამაღლობელის დაკავებისას ადგილზე რჩება. ბრალდების მტკიცებით კი ადმინისტრაციული წესით ამაღლობელი გოჩა ვანაძემ დააკავა და არა გრიგოლ ბესელია. სხვა კადრებში, რომელიც 11 იანვრის ღამის მომხდარს ასახავს, ჩანს რომ გრიგოლ ბესელია მზიას აკავებს ღობეზე სტიკერის გაკვრის შემდეგ. ქმედების გამო, რომელიც წესით დაკავებას არ ითვალისწინებს. ამის საპირისპიროდ ბრალდება ამბობს, რომ გრიგოლ ბესელიას არ დაუკავებია ამაღლობელი, არამედ იდენტიფიცირების მიზნით გაყოლა შესთავაზა. ამაღლობელის დაკავება პროკურატურის მტკიცებით შემდეგ გოჩა ვანაძემ განახორციელა. ვანაძე სასამართლოში მოწმის სტატუსით უკვე იყო გამოძახებული. ის პროცესზე ამტკიცებდა, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელებს უწოდებდა მონებს, ღორებს, არ ემორჩილებოდა მათ და უწევდა წინააღმდეგობას. მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ რა მოვიხილეთ სასამართლოზე, ასე ვთქვათ, ბატონი ვანაძის ცრუ ჩვენებები. ეს რა ხვალთ ბატონი დგებუაძის მოადგილე, რომელიც იძლევა ცრუ ჩვენებას მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდამცავების საქმეში, რომ თითქოს მან დააკავა მზია ამაღლობელი პოლიციის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან. ჩვენ წარდგენილი გვაქვს ვიდეო მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, როგორ ხდება მზია ამაღლობელის დაკავება სტიკერის გაკვრის გამო თავად ბესელიას მიერ და სასამართლოს ვაჩვენეთ დეტალურად შენელებული კადრებით, ფოტოებით, სად არის ამ დროს თავად ბატონი ვანაძე, რომელიც მხოლოდ ტელეფონს ათვალიერებს და ერთობა ტელეფონი და ამბობს, რომ დააკავა იმისთვის, რომ რამდენიმე წუთის წინ თურმე ჩადიოდა არაერთ სამართალდარღვევას ამ გარემოებებზე მივარცევიდან სასამართლოს ყურადღება და გამოვიკვლიეს სწორედ იმ მოწმეები იმ გარემოებებზე დავკითხეთ, რომ არათუ რამდენიმე წუთით ადრე, არამედ მზია ამაღლობელი მისვლიდან, ვიდრე მის ადმინისტრაციულ დაკავებამდე არანაირ სამართალდარღვევას არ ჩადიოდა და უფრო მეტიც საერთოდ ამ დროს ყველა დაკავებული იყო და არ არსებობდა დაკავებული, ვის დაკავებაშიც მზია ამაღლობელი გაწევდა წინააღმდეგობას. ეს გარემოებები იყო მნიშვნელოვანი ჩვენთვის ამ პროცესზე გამოსაკვლევად. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. მათ შორის მოითხოვეს საქმეზე ნინო წილოსანის იმ განცხადების დართვა, სადაც ქართული ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ ამაღლობელი ირაკლი დგებუაძის წინააღმდეგ დაქირავებით, ფულის გადახდით და აგენტურული საქმიანობის ფარგლებში მოქმედებდა. დაცვის მხარის განმარტებით წილოსანის განცხადება პოლიტიკური შეფასება არ არის და ის მტკიცებით ფორმაში საუბრობს. ამის გამო ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე ნინო წილოსანის გამოკითხვა მოითხოვეს. მოსამართლე ნინო სახელაშვილს ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მოქმედებდა შეკვეთით, ანაზღაურების სანაცვლოდ და აგენტურულ საქმიანობას ახორციელებდა თურმე ამ ინციდენტისას. ჩვენ მოვითხოვეთ ამ მტკიცებულების დარწმა და ასევე თავად ალბათონ წილოსანს გაუგზავნეთ მოთხოვნა, რათა მან მოგცეს ახსნა განმარტება იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რაზეც მან ისაუბრა, რა იცის ამის შესახებ. ვინაიდან ამავე საქმეში ბრალდებად წარმოდგენილი ჰქონდა პატაკი ერთ-ერთი პოლიციელის, რომელმაც რაღაც წყაროდან მიიღო დაახლოებით ამდაგვარი ინფორმაცია, რომ თვითონ მზია ამაღლობელმა ტელეფონის რაღაც დავალება მიიღო. ჩვენ გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, ეს წყარო თვითონ ქალბატონი წილოსანი ხომ არ არის, დასაბუთებულად საუბრობს ამის შესახებ, რისი არანაირი მტკიცებულებად ბრალდებას არ გააჩნია.
ამიტომ ჯერ მას მიმართებთ და იმედი გვაქვს, რომ იმდენი ტექსტისიერება ეყოფა მას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რა არის კომენტარები, თუ არ ჩაიბარა, მან ჯერჯერობით ეს ასე ვთქვათ, უწყება დაცვის, შემდეგ იშუამრავლებს უკვე რომ სასამართლომ ასე ვთქვათ, სასამართლო მოწმეთა სიაში ისოში ჩასვლას და სასამართლოს წესით რა მოკითხოთ. მზია ამაღლობელის მომდევნო სასამართლო პროცესი 14 ივლისს გაიმართება.